მოგესალმებით, როგორც უკვე ვატყობ, ჩვენ უკვე ლაივში ვართ, თუმცა ტრადიციულად რამოდენიმე წუთი დაველოდოთ იმისათვის, რომ შეტყობინება მიუვიდეს ჩვენს მსმენელებსა და მაყურებლებს აღნიშნული ლაივის დაწყების შესახებ. პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ და ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან ჩვენი მსმენელები და მაყურებლები. დღევანდელი ჩვენი დღევა არის შშმ-პირთა აქტივიზმი, ვინაიდან და რადგანაც შშმ-პირთა უფლებების დაცვის სფეროში აქტივიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აკისრია, როგორც ვთვლის აქტივიზმის საზოგადოების განწყობა შშმ-პირთა მიმართ, რისი შეცვლა შეუძლია მას. სწორედ აღნიშნულ თემაზე ვისაუბროთ დღეს ჩვენს მოწვეულ სტუმართან, შშმ-პირთა უფლებების დაცვის აქტივისტთან ბატონ კობა ნადირაძესთან ერთად. და სანამ უშუალოდ ბატონ კობასთან გადავალთ შეკითხვაზე, მანამდე შეგახსენებთ, რომ ტრადიციულად ჩვენი ლაივი ითარგმნება ჟესტური თარჯიმნის მეშვეობით, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი თარჯიმანი დეკონა ჯაფუშვილი და მას ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. ამასთანავე შეგახსენებთ კიდევ ერთ ჩვენს ტრადიციულ წესს, თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ლაივის ქვეშ კომენტარების ველში მოგწეროთ თქვენი შეკითხვები და მას ჩვენ შესაძლების დაგვარად, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ. მოკლედ, დიდხანს რო არ შეგაწყინოთ ჩემი საუბრით თავი, პირდაპირ გადავალთ ჩვენ სტუმართან, ბატონ კობასთან. ბატონო კობა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ, გამონახეთ დრო და მომდევნო 1 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნებით და პირველი კითხვა დავიწყოთ იმით, რომ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ, რა საქმიანობთ, ვინ ხართ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მანამ საკუთარ თავზე საუბარს დავიწყებდი, მეც ვინმე რომ მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი ტრადიციის თუ რაღაცა რუბრიკა არის ზუსტად. არ ვიცი, ეს მაგ ჯორჯიას დიდი მადლობა მაგისთვის. შენც მარიკო, რა თქმა უნდა, როგორც ამ თემის წამყვანი და ლიგმას, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი მოსაზრებები გაუზიაროთ დაინტერესებულ პირებს, რომელიც შეიძლება ახლა გვიყურებდეს. რაც შეეხება ჩემ საქმიანობას, პროფესიით გახლავართ ფინანსისტი და 19 წლიდან ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და პერიოდულად მიწევდა ხოლმე რომ რაღაც დრო ნაკლები დამეთმო და მეტი დრო დამეთმო აი ამ აქტივიზმისთვის, რაზეც დღეს ვარ შეკრებილი, რაზეც ვსაუბრობდაც და მაგრამ ისე რომ ძალიან მოწყვეტილი ყავი ამ სფეროს, ესე არ ყოფილა. ძირითადი ჩემი საქმიანობა მაინც არის ეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა, ბუღალტრად, რაღაც ფინანსური სერვისების მიწოდება, ხო? ეს არის მოკლევადიანი და საშუალებადიანი პროექტები, რომელიც ერთმანეთზე არ არის ყოველთვის გადაბმული და სხვადასხვა ორგანიზაციას, არაერთ ორგანიზაციას თან მიხდება ურთიერთობა ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არა სამეწარმე ორგანიზაციებს არ ამსახურებ. ეს ერთ-ერთი ჩემი საქმიანობის ერთი სფერო არის, მეორე სფერო ეს გახლავთ როგორც და ეს აქტივიზმი და ეს აქტივიზმი შეგვიძლია რაღაცნაირად გავყოთ, ხო, რაღაც არის კოლექტიურ დონეზე, როცა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გვიწევს რაღაც აქტივობების დაგეგმა პროექტის ფარგლებში და ამ პროექტების განხორციელება, ძირითადად ესეთ პროექტებში მე ვარ ხოლმე ჩართული, როგორც ან მონიტორი, ან ექსპერტი, არის რომ სამეწარმე ორგანიზაციების, აი ბანკები, ან ის ორგანიზაციები, რომელიც სისტემურად სერვისებს აწვდიან შეუძლია მქონე მომხმარებლებს, აი მათთან იწევს ხოლმე ამ ექსპერტიზაზე მუშაობა, ვთქვათ, ან შეფასება მათი საქმიანობის კომუნიკაციის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის სასწავლების მიმართულებით და ასე შემდეგ.
ერთ-ერთი სფერო ახლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო სფერო ეს გახლავთ კიდევ ნდობის შენების მიმართულებით მუშაობა, ეს არის ძალიან შეიძლება იმისთვის უცხო იყოს, აი ჩვენ თემაში გულისხმობთ, რომ ზოგადად ეს უცხო თემა არ არის. მოწლეები არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე აქტივისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული პირთა უფლებებზე, მათთან გვაქვს ძალიან სწორი კომუნიკაცია. ერთი წელი იქნება, რაც ჩვენ დავასრულეთ ერთ-ერთი პროექტი, მსხვილი პროექტი. ძალიან საინტერესო აქტივობები გქონდა, სამწუხაროდ მე უბრალოდ ვერ ვასახელებ ამ ორგანიზაციას და იმ ადამიანებს ოკუპირებული მხრიდან, იმიტომ რომ მათი უსაფრთხოება იყო დაცული. შედეგებზე ახლა ძალიან არ გავაგრძელებ საუბარს, მოკლედ ეს შემიძლია გითხრათ ოჯახური მდგომარეობა. საინტერესო ვარ უკვე პაპა, ჩვენთან აღმოსავლეთში იციან, პაპა იციან, ბაბუას არ ვეძახით. ყავს პატარა შვილი წლნახევრის ლევანი კოდა, მეუღლე და შვილი. ბატონო კობა, რადგან თქვენი ნალაპარაკებიდან ასე ვთქვათ სიტყვა მოიტანა, ხო არ გვეტყოდით, ხომ არ მოგვაწოდებოდით ინფორმაციას თუ რა მდგომარეობა თვითონ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფლობ თუ არა ამაზე ინფორმაციას და კი ბატონო, ხო, მე უფრო ვაკვირდებით ხოლმე და უფრო მაინტერესებს ძალაუფლება, ანუ საითაც არის, ანუ იურიდიული პასუხისმგებლობა, როგორც სახელმწიფოს წესრიგება ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, ქართული მხრიდან რა პროაქტიული ღონისძიებები არის დაგეგმილი იმისათვის, რომ კონვენცია, რომელიც იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, ხო, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ გაეროს შრომპირთა უფლების კონვენციას მიუერთდით, რომ აი ეს სიკეთეები, რომელიც მოქონდეს ამ კონვენციას, რომ ეს გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ შშმ პირებზეც, ხო? და აქ არის ახლა თუ ამის დრო გვაქვს ჩვენ შემიძლია უფრო ცალად მოყვე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ითქვას, რომ ძალიან მცირე არის ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი სახელმწიფო თავაზობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ ადამიანებს, მოქალაქეებს ზოგადად და განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად ჯგუფებს, როგორც არიან შეზღუდული შემდგომი პირები, შეზღუდული შემდგომი ბავშვები, რომელსაც გააჩნიათ უამრავი საჭიროებები და ცხადია მარტო სამედიცინო სერვისები, რომელიც მათთვის საერთო პროგრამით არის ასევე მისაწვდომი, მარტო ეს საკმარისი არ არის, მით უმეტეს, როცა მეორე კონკრეტული რაიმე ესე ამ ჯგუფებისათვის, ხო, პროაქტიულად რაღაც ღონისძიებები არ არის დაიგმილი, რომ ამ ადამიანებისთვის ადვილად მისაწვდომი გახდეს ამ პროგრამებში ჩართვა და მონაწილეობა. მათთვის მაგალითად საცხოვრისის უზრუნველყოფა, თუნდაც რაღაც პერიოდით რეაბილიტაციის ან თუ პირი ჯანდაცვის სერვისი იღებს, შეიძლება ოჯახის წევრს აჭირდეს აგაჩერება და უამრავი ესეთი საკითხებია, რომელიც არის გადასაჭრელი ან მაგალითად განათლებაზე მისაწვდომობის საკითხი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ის რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი, როგორც შეზღუდული შემდგომი პირები, ისე დანარჩენი ახალგაზრდობა განათლებას იღებდეს არა რუსეთში, არამედ თქვათ ქვეყნებში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განვითარების პერსპექტივებს იქ ხედავთ, ხო, ჩვენ და სხვადასხვა ამ კონფლიქტის მოგვარებაც ალბათ უფრო აი ამ გარემოში, ამ სივრცეში არის მეტად შესაძლებელი, ვიდრე სხვა რომელიმე გარემოში. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ახლა ისევ რომ შშმ აქტივიზმს დაუბრუნდეთ, აი რა გითხრათ, რა არის, რას გულისხმობს ეს აქტივიზმი, ანუ აქტივიზმის რაღაც განმარტება უამრავი არსებობს, მაგრამ ანუ თქვენეული ვერსია რა არის, რას გულისხმობთ მასში და ვინ არის შშმ პირთა უფლებების დაცვის აქტივისტი?
შენ მართალი ხარ, მარიკო, მეც სხვათა შორის მოვიძიე ინტერნეტში და მაინტერესდა რამე დეფინიცია ხო არ აქვს აქტივიზმს, როგორც ასეთ ეს დეფინიცია აქტივიზმისა არ არის. და ასევე სწორი ხარ ის, რომ ეს უფრო არის სუბიექტური შეიძლება იყოს რა, აი ვინ როგორ ხო, ერთი სიტყვით რაზეც ყველა თანხდება, ეს არის აქტიური მოქალაქე, ხო? ჯერ მოქალაქე უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს და აქტიური მოქალაქე, რომელიც არის ჩართული აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ალბათ გვინახია ფილმი დადადოთაშხია, ხო? იქ რომ ეში რომ დააკავებენ ყაჩაღები და ზალადობას რო ახორციელებენ ამ ადამიანებზე და იყვირე შენ და ვიყვირებ მეცო, ხო? აი ეს პირველი ვინც დაიყვირებს ის არის აქტივისტი. და ბევრი ყვირის ჩვენთან. ნუ ეს ფაქტი არ არის, რა თქმა უნდა, მარტო დაყვირებაზე არ არის, მაგრამ აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის. ხო, ამას სჭირდება თამამი. არა, ჩვენ რეალობაში სინამდვილეში ესე არის, ხო, ახლა აჩვენება შენ, ხო, ის რო იყო თამამი და გულა, თუ როგორ ავთქვა ეს არ შეუშინდე, ხო? ეს არის რომ ძალაუფლება ვისაც არის, ძალაუფლება აქვს ხელისუფლებას, ხო? ის ხშირად უმოქმედობით, ან თავისი მოქმედებით არღვევს ჩვენ უფლებას, ხო? ეს დემოკრატიულ ქვეყნებში აქტივიზმი უფრო არის განვითარებული, იმიტომ რომ იქ მიესალმებიან პირიქით, ხო, აქტივიზმს. ხო და ქვეყნები, სადაც დემოკრატია ისევ არ არის განვითარებული, ან რაღაც წინააღმდეგობაში არის, მაშინ ის საფრთხეს წარმოადგენს აქტივისტებისათვის, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, აი ერთი ადამიანი რო არის აქტიური დაშხიაში დაიკევლე და იგივე მეც, ხო, ისევე კოლექტიური, ხო, ეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც შეიძლება რაღაცნაირად საფრთხის შემცველი შეიძლება არ გაანადგურონ, მაგრამ მაგალითად მით უმეტეს სხვათა შორის ეს თემა შემდგომ პირებს შეიძლება შემდეგში უფრო ჩავშალოთ ამ საკითხზე. ეს საკითხი, ხო, იმიტომ რომ რაც უფრო მოწყვლადი არის ადამიანი, ხო, მით უფრო ადვილი არის მათი უფლებებით მანიპულირება. და იგივე იმ ძალაუფლება ვისაც აქვს, მას უფრო მეტი შესაძლებლობები უჩნდება იმისათვის, რომ განახორციელოს მანიპულირება ეს ადამიანებზე, ხო? იქ რაღაცა შეიძლება რაღაც ბენეფიტი ისევე არ მისცე, ხო? აი ბევრს უთქვია მაგალითად სხვადასხვა კოლეგების დროს, რომ აი მე ამაზე თამამად ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ხვალეს რაღაცაზე შეიძლება რაღაც ბენეფიტზე შეიძლება უარი მითხრან, ხო, იმიტომ რომ აქ უარი არის ჩვენ რომ პროგრამებს რო გადავხედოთ, ყველა პროგრამა არ არის სრულად აი სრული წევრებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეიძლება აი საჭიროება გააჩნდეს. ამიტომაც შევით რომ ხდება, ხო, შეიძლება ეს ბენეფიტი იქამდე ვერ მივიდეს. ან იმ ხარისხით არ მივიდეს, რა ხარისხითაც შეიძლება ის მისულიყო. აი ჩვენ ხო ახსენეთ ხო აფხაზეთის მხარეც ისინი არის განსაკუთრებული ძალაუფლების ქვეშ ხო რაღაც ერთის მხრივ საზოგადოების მხრიდან მეორეს ხელისუფლების მხრიდან ხო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არალეგიტიმური მარანუ ისინი ახორციელებენ ამ ძალაუფლებას ამიტომაც ისინი საფრთხის წინაშე არიან რა თქმა უნდა რომ აქტიურად გამოთქვან მოსაზრებები და ფიქსირონ ხო აი წუხილები მაგალითად ისაუბრონ ღიად იმ პრობლემებზე რაც მათ აბდაში კი ბატონო და ბატონო ყობა ახლა რომ მოგყვეთ თქვენი მოღვაწეობა როგორ დაიწყო ამ სფეროში რა განაპირობა რა იყო პირველი ნაბიჯები და ასე შემდეგ ხო მე ხა ასე დიდი ვარ თომას სულ თავიდან რომ მოყვე აქამდე მოვიდე ცოტა გძელი გამოვა ხო იყოს მოკლედ გეტყვით ხო როგორც გითხარით ესე იგი მე ასაკით პატარა ვიყავი რომ დავიწყე ამ ფინანსურ ნაწილში მუშაობა პარალელურად სწავლობდი და ნუ ჩემი მეგობარი იგივე დიაგნოზის მქონე აი რაც ჩვენ გვაქვს ის დაბგოლებები
ამაზე ხშირად საუბრობთ ხოლმე განსაკუთრებით ახლა ხშირად გვიწევდა ჩვენ კლინიკაში ყოფნა და დრო ბევრი ქონდა ასე ვთქვათ სამჯელო და ანუ ამ ადამიანს მოუვიდა აზრად რომ ის პერიოდი იყო იცი მარიკო აი როცა იწყებოდა ეს არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება ხო და ბუმი იყო რა ესეთი ძველ ხალხს ეს ემახსოვრება ასაკოვან ხალხს ხო და წესდება მოიტანა და იმ წესდებას მაცნობდა რომ აი ესეთი რაღაცა და ეს როგორც აღმოჩნდა მე ეს უსნებთა კავშირის წესდება იყო და ეხლაც ისე ვიხსენებთ ხოლმე რა რომ იქ ლაპარაკი იყო ჰემოფილიური ქალაქის დაარსებაზე უსნებთა ქალაქი იყო ალბათ გახსოვთ ხო ეს ძიმე მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ საბჭოთა მემკვიდრეობა რომ ხო იზოლირებულად აცხოვრებდნენ ხედლობის სირთულეს მქონე ადამიანებს და ცალკე ქალაქიც კი ჰქონდა და ცალკე შუქნიშნები იყო მათთვის და ეს ცალკე სამსახურები იყო, ცალკე სკოლები. კი ბატონო. დღესაც არის სხვადასხვა ძალიან შორს არა ვარ სამწუხაროდ წასული იმ ცუდი მემკვიდრეობისგან, მაგრამ რაღაც ცვლილებები გვაქვს, მაგრამ და ხოდა ის იმ პროცესში იყო, რომ შემოეკრიბა თანამოაზრეები, რომ აი სწორედად ეს კოლექტიური, ასე ვთქვათ, აქტივიზმისთვის ჩაეყარა საფუძველი და ამას მე უარი ვერ ვუთხარი, რა თქმა უნდა, მეც მომეწონა ეს აზრი და ხო, სამწუხაროდ მეგობარი გარდაიცვალა დიხანიარ თემურ ბოლჯაშვილი, ვინც იყო ინიციატორი ამ ორგანიზაციის დაარსების, ხო და ესე შეიქმნა ეს ორგანიზაცია, იქ დიდი ხანი მუშაობდი, ხო, მაშინდელი რო გავიხსენვით. მაშინ არც დონორი ორგანიზაციები იყო, ხო. არც რაღაც ისეთი საზოგადოება არ იყო შეჩეული ესეთი, რა ვთქვათ, კამპანიებს, მაგალითად, რაღაც ფინანსური მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოეცხადებინა ესეთი ორგანიზაციებისთვის, ხო, მაშინ არც სოციალური ქსელები იყო, რომ საზოგადოებისთვის რაღაც ინფორმაცია მიგეწვინა ან მედია. ესე არ მუშაობდა, ხო, ის ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ იყო ხელისუფლების, ხო და ნუ ესე გვიტევდა მახსოვს რომ სამსახური გამოგქონდა ხოლმე მე და თეორის ქაღალდები, კარმები, ხო სამსახურში მომცეს მახსოვს საბჭოთა მანქანაც კი და წამოვიღებდით ის ამით, ეხლაც მახსოვს როგორ გვიხაროდა რომ ჩვენ ორგანიზაციას თავის საკუთარი საბჭოთა მანქანა ჰქონდა. სადაც შეგვიძლია წერილები ამოგვებეჭდა თვითონ ეს. ხო, ეს დრო გამოვიარეთ. თან მაშინ ჩვენ არ ვიცოდით რა იყო ეს წესდება კი ჰქონდა. კი ვიცოდით და ვაცნობიერებით რა დაკვირვებები ჰქონდა, ხო, ჯანდაცვის კუთხეებოდა თუ სხვა სოციალური საკითხები ამ შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით რა დოკუმენტები არსებობდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, შემოსგონე პირებთან დაკავშირებით. საერთოდ არ ვიცოდით ამის თაობაზე. წლები ჩვენ ისე მუშაობდით, რომ ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით და ჩვენ ძირითადი აქტივობები ეს იყო რაღაც ორგანიზაციებიდან თანხები ირიცხებოდა, მე ჩვენ რაღაც დახმარებებს ვაძლევდით, ან როგორც ეს დიაგნოზი მოიხმარს ადამიანის საგამომძიმებელ პრეპარატებს და ჩვენ დონორებს კამპანიებს ვატარებთ ხოლმე, რომ დონორებს ვაძლევთ ხოლმე სურსათს, რაღაც საკვების პროდუქტებს, ჩაბარებულ სისხლზე, რომ წაგვეხალისებინა ისინი და მეტი სისხლი ჩაებარებინათ. მათ დეფიციტი იყო შეცვლილების და ამით ვაკომპენსირებდით ხოლმე რა. ეს იყო ჩვენი ძირითადი სამუშაო და ხელფას გავცემთ ერთი ალბათონი ყავდა დაქირავებული, რომელიც რაღაც ოფისში მოდიოდა იყო. ოფისიც დაგვითმეს ისე უფასოდ მაშინ ისეთი იყო ხო მე წამოვიდა ძალიან ისეთი ბუმი როგორც გითხარით შეიქმნა მაშინ ესე ერქვა ინვალიდთა ასოციაცია ზასიხარულიძე იყო თუ გახსოვს შენ ეს ადამიანიც გარდაიცვალა სამწუხაროდ სადაც გაერთიანებული იყვნენ აი სხვადასხვა ძალიან ბევრი სხვადასხვა კატეგორიის შემდგომი პირები ათლით მოსარგებლეებიც, ხედლობის სირთულეს მქონე პირებიც, შუმბავთა მშობლებიც ასე შემდეგ. ჯერ ესე ყველანი გაერთიანდნენ, მე როგორც ქართული წესიერი, მე ყველანი დაიშალდნენ, საერთო ორგანიზაციად. მე ისე გაერთიანდნენ
კოალიციის სახით. ხო ესე იშლებიან კონვეს დროს მოაქვს რა, განვითარებას მოაქვს, გააჩნია რა სტრატეგიას აირჩევს თუ ის ორგანიზაცია და სწორიც არის, ნორმალური არის, მაგრამ არაჩვეულებრივი მართლა არაფერი არის, შეიძლება იქნებოდეს კონკრეტული გამოწვევა, როცა ჩდება და ის არის ისერ მას ითხოვს, რეაგირება ითხოვს, შეიძლება შეიქმნას რაღაც პლატფორმა, ამ პლატფორმის გაერთიანდეს ხალხი ან კოალიცია იქნებოდეს და შემდეგ აი ესე ხო, ნუ რაც შეიძლება კიდე რომ გამოყო, რაც ახასიათებს და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ესეთი ორგანიზაციების განვითარებას არის ის რომ ადრე იგივე ევროპის ქვეყნებში შეძლებული და ორგანიზაციები ძირითადად იქნებოდა დიაგნოზების მიხედვით და ჩვენთანაც ესე იყო, ამას თავისი მიზეზებიც აქვს, იმიტომ რომ აი ჩვენი შემთხვევაც მოგითხარით, რომ ჩვენ დიდ დროს ვატარებდით ერთად საუნდტროპში და იქ კლინიკაში და იქ ერთ-ერთი კლინიკა იყო სხვადასხვა სემოფილის და იქ ხვდებოდნენ ეს ადამიანები, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები და ერთმანეთს უცვლოდნენ გამოცდილებას, ინფორმაციას, ხო და ისევე არის თქვა თეთრით მოსარგებლეების ან თქვა სხვადასხვა უცნაურებს ჰქონდათ თავიანთი რაღაც გარემო, სადაც ისინი ხშირად იყოფებოდნენ და ესე იქმნებოდა ეს ორგანიზაცია, ხო. და შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციებმა ეხლა ისტორიას ყვები მართლა იმიყვება ისევე როგორც ერთ-ერთი იმეორებს რა, რომ იქ სახელმწიფო ეუბნებოდა მერე რომ იცით რა არის, აი მე კი ვიცი ეს ამ პრობლემების შესახებ, მაგრამ აი ნახეთ აი მეორე ჯგუფს ეს პრობლემები აქვს, იმას ეს პრობლემები აქვს, ხო და ამიტომაც მერე ეს ერთად რომ შეეტიათ, ესე ვთქვათ და თავისი გაეტანათ ხელისუფლებაში თავის საკითხები დაეყენებინათ, ამიტომაც გახდა საჭირო რომ მომხდარიყო ამ ორგანიზაციების ყველას გაერთიანება და თვითონ რომ განესაზღვრათ ეს პრიორიტეტები და თვითონ რომ მიეწოდებინათ სახელმწიფოსთვის თუ რა ურჩევნიათ, როგორ ურჩევნიათ და რა მოცულობით რა იქნებოდა უფრო უკეთესი ძალიანთ ამ თემისთვის. ხო, აი ესე მიყვებოდა ამ განვითარებას, რაც შემიძლია რომ მოგიყვეთ ორგანიზაციების შექმნისა და ისტორიის შესახებ აი დღევანდამდე მოსული. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. შემდეგ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ მაინტერესებს რა დაბრკოლებებს აწყდებოდით სხვადასხვა დროს სფეროში საქმიანობისას, აი საზოგადოების დამოკიდებულებისა და ზოგადად არსებულ გარემოში. რა იყო ის, რაც აქტივიზმს დაბრკოლებების სახით ჰქონდათ, ასე ვთქვათ. ხო, ნაწილობრივ ამაზე ვისაუბრე აქტივიზმთან დაკავშირებით, ხო, რთული არის ძალიან, ჯერ ეს ერთი საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იყო და არის და ანუ ასეთი მსგავსი დაბრკოლებები იყო თუ არა საერთოდ. ხო, შეერთებული შემთხვევაში პირთა უფლებების მიმართ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება არასდროს არ ქონია. პირიქით, ხო, ეს რაღაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი არის კარგი. და ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოება არის პირდაპირ და გახსნილი ამ თემებზე საუბრისას, ხო? ხო, თუმცა ხანდახან საზოგადოების მხრიდან არის ისე, როდესაც მეც ცოტა წვრილი მქონდა აქტივში, გამიგია ხშირად, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ, ხო? რაღაცა, აი ეს დამოკიდებულება ყოფილა და მიგუძნია. მე პირიქით გამიგია ეს, რომ ძალიან ცოტას აკეთებს სახელმწიფო და თქვენ უფრო მეტი უნდა დაგეხმაროთ და ეს თქო. აი ნახეთ რა განსხვავებაა. ხო, მე ეს რაღაცა იშვიათად ხო რომ სვენი. აი მე მაგალითს გეტყვით, ჩვენ ტრენინგებს როცა ვატარებდით ამ შეუძლებელი პირთა მიმართ შემოპირთა უფლებების მიმართ დამოკიდებულების კუთხით. იქ არის ხო, იცი შენი თქვა სოციალური მიდგომები როგორ იცვლებოდა ხო ეს სამედიცინო მიდგომა, მაგრამ ამ სამედიცინო მიდგომაც და ეს ყველაფერი კიდე ეფუძნება რელიგიურ მიდგომას. აი რელიგიაზე ხო, რელიგიური მიდგომაც არსებობს, რომელიც ჩვენ ტრადიცია მოყვება, თუმცა ახლა ხო ესეთი რელიგია, ესეთი თემა არის, საფრთხილო თემა არის, ეს ერთი და მეორე ის რომ ალბათ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ, ხო იქ ახლა სადაც წერია რომ თვალი გაუხილე და ფეხზე გაატარე და
სმენის არ გონებს გააგებინე და ხო ეს რაღაც გავაგებო ეს რაღაც ისენი ვარი ეგ პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება სულაც არ იყოს ესე რომ მაგრამ ეს ხო ეს საზოგადოებაში ეს დარჩა ხო ეს რაღაც ამას ეფუძნება ის რომ რაღაც ხო იგივე შიშუმპირის საჯველად მასში არის რომ შუმპირის არ შეიწირებოდა ისეთი ვარგისები ვიყავით ხო ესეთი რაღაცაც იყო და ამას რომ რაღაც ყვებოდი ზოგს ხო ეს თემა არ მოწონდა ამ თემაზე რაღაც ფიქრებოდა რაც შეშინდებოდა როგორც ეს თირა ხო ცული დამოკიდებულება მე არ მივწნია ეს ხო, ანუ მე ბევრჯერ გამიგია, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცას იყო ერთ-ერთი ქალბატონისგან, ასე ვთქვათ, რეპლიკა, რომ ყოველთვის რაღაცას ითხოვთ. ყოველთვის რაღაცის მოთხოვნის რეჟიმში ხართო და ის კარგია. ჩვენ პირიქით, აი მოდულებიც კი ქონდა ჩვენ ტრენინგზე, იმისათვის რომ პირიქით აქ ხო როგორი რაღაცაა ეს აგრესია, რომელიც მოდის. არაშიშიმ ნაწილი საზოგადოებისგან, ხო? ისინი ამ თავის დამოკიდებულებას ხშირად მალავენ, ფარავენ, ხო, რა დამოკიდებულება, აი ერთი სხვი ხომ მაგას ამბობენ, რომ აი თქვენ დაგეხმაროთ და რაღაცა და ძალიან არ გესწავლება ჩემგან, ხო, როგორ მომართავენ და როგორი ვამკობენ, ხო, რაღაც ამი ანგელოზები და რაღაც ხო, რაღაც ჯერ ხო ყველანი ერთი ვართ შიშუმპირები საზოგადოებისთვის, ხო, რაღაცა, რომ აი შიშუმპირია და ხო იქ იმ შემდგომ პირებშიც რომ შეიძლება განსხვავებული ადამიანები იყვნენ განსხვავებული სოფლდელობით, ინტერესებით, სურვილებით და ასე შემდეგ, ხო ეს იფარება უცბად აი ამ მითხო რომ შიშუმპირი არის და მეორე ის რომ თვითონ თავის აგრესიას ფალავენ და მე როცა აი ბოლო კვლევა რაც იყო გაეროს განვითარების პროგრამით რაც ჩატარდა, იქ კარგად გამოიკვეთა მაგალითად დამოკიდებულება საზოგადოების, რომ მაგალითად მეზობლად არის სურვებდა, თანამშრომლად არის სურვებდა, ოჯახის წევრად არის სურვებდა, ხო, შემდგომ ეს პარული აგრესია და ჩვენ როცა ეს ტრენინგებს ვატარებთ, ხშირად ეს მოდულებს ვიყენებთ, რომ უფრო გავხსნათ, ხო, ეს თემა და უფრო თამამათლად და გულახდილად ვალაპარაკოთ ამ საკითხებზე. ესე რომ რაღაცა ეთქვათ რომ არა პირიქით ცდილობენ ამის თქმა მინდა რომ პირიქით ცდილობენ რომ არა აგრესიული არა ვარ თქვენ მეთქე გუთნით 10 არა და 100 გეკუთვნით ხო ბატონო თვითონ ფიქრობენ შეიძლება კი ბატონო თვითონ გადაწყვეტილების მიღების პირებისგან როგორია დამოკიდებულება აქტივისტების მიმართ შიშუმპირთა უფლებების დაცვის აქტივისტების მიმართ კონკრეტულად გადაწყვეტილების პირებს გულისხმობ ადგილობრივ ხელისუფლებას კი ბატონო ხო გავს ახლა ერთმანეთს ახლა ისინი ყოველწლიურად ეგაც სხვათა შორის ესაც ისევ საბჭოთა მენტალიტეტიდან მოდის დატოვებული მე ვიდრეობით ხო ყველა ხელისუფლება ცდილობს რაღაცნაირად ფარდა გადააფაროს ამ საკითხს და წარმოაჩენოს მხოლოდ დადებითი კუთხით რომ აი რაღაცა კაი რაღაცები კეთდება და ის სერიოზული გამოწვევები რაც შუმპირთა უფლებებს უკავშირდება იმის ნაცვლად რომ ძალიან ხმამაღლა თვითონ ილაპარაკოს, თვითონ დააკვირდეს და ღიად ილაპარაკოს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც აქვს შეძლული შემდგომი პირებს სხვადასხვა მიმართულებით, ხშირად მიმართავენ აი ამას, რომ რაღაც შექმნა რაღაც ფასადური გარემო, რომ თვითონ ყველაფერი კარგად არის შედარებით და ყველაფერი უფრო კარგად იქნება სამომავლოდ, ხო, ესეთი ხაზგასმა ხდება ხოლმე, გვახსოვს ბრეჟნევის სიტყვა როცა ოლიმპიადა იმართებოდა და შიუმპირები შეიკრიბნენ პარალიმპიურ შეკრებაზე ბრეჟნევმა აქედან მესჯი გაგზავნა у нас ინვალიდов нет ჩვენ ინვალიდები არ გვაქვს ხოლმე ეს ტერმინი გამოიყენებოდა საბჭოთა დროს დღესაც გამოიყენება სხვათა შორის მაგის თქვა მინდოდა ფედერაციაში ეს ტერმინი არ შეცვლილა ხო და ართუშორეულ წარსულში ჩვენთანაც სხვათა შორის ამას წერდნენ შეზღუდული შეძლებები არ არსებობს. კი ბატონო. ახლოს იყო მაგ ტერმინი. ხო, მე ამართებდნენ რომ ეს ჩვენ კარგ კონტექსტში გვინდო დაუგვეთქო, მაგრამ ნუ ეგ არ გამოდის კარგ კონტექსტში. კი ბატონო. პარული ზრახვები იმალება. ბატონო, თქვენი აქტივისტური მოღვაწეობიდან რაიმე წარმატებულ кейს ხო არ გაიხსენებდით? ამაც
ცვლილებები გამოიწვია, რამაც დადებითი ასახვა ხობა და ასე შემდეგ. ხო, იცით როგორი რაღაც არის ახლა ზოგადად ხო აქტივიზმი მაგაზეც არის სწორედაც მიმართული, ხო? რომ კონკრეტულ რაღაცა ცვლილებაზე იყოს მიმართული. და ჩემ მაგალითს, ჩემ პრაქტიკაში, მაგალითად, ჩემ გამოცდილებაში არის ეს, რომ თქვა შეიძლება რაღაცა დაიწყო, ინდივიდუალურ დონეზე გულისხმობ ახლა მე, ხო? რაღაცა დაიწყო რაღაც მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და რაღაცა შეჩერდეს, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული რესურსები არის საჭირო ხშირად. ადამიანური რესურსებში გულისხმობ თქვა რაღაცა სპეციალისტების ჩართვა, რომ ეს თემა იყოს და დამუშავებული და უფრო სერიოზული რაღაცა ან დოკუმენტი, ან ცვლილებების რაღაცა პროექტი შესთავაზო, ხო? ხელისუფლებას თუ ცენტრალურ ხელისუფლებას. ხო, ეს რთულია ძალიან ერთ დონეზე ამის გაკეთება, ერთ ინდივიდუალურ დონეზე ამის გაკეთება. უფრო ამას ახერხებენ ხოლმე კოლექტიურ დონეზე როცა ხდება, ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია რო იქნება, ან მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციები რო იქნება, ხო? ესეთი სრული გაერთიანებები როცა არის, ისინი უფრო ახერხებენ ხოლმე ესეთ დიდ ცვლილებებზე მუშაობას. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არის ცვლილებები, რომელიც თვალისთვის ყოველთვის შეუმჩნეველი, ეს შეიძლება თვითონ აქტივისტმა იცოდეს, მაგალითად, აი და მარტივად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაც კი რაღაცა პროცესს აინიცირებს. ესეთი ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს. ხმა გათიშული გაქვთ ბატონო გობა? ხო, აი მე მინდა გაჩვენო, მაგალითად, ჩვენ ძალიან კაი შესაძლებლობა გვაქვს სხვათა შორის ეს ბევრ იგივე პოსტსტარტთა ქვეყანაში არ არის ელექტრონული მთავრობა გვაქვს, ხო, ესეთი კონცეფცია არის და აი ესეთი საფკითხველი არის აიდი ბარათის, ძალიან მარტივად ყველა შეგიძლიათ რომ იხარგებოთ აი ამ პორტალით და ნებისმიერ სახელმწიფო უფლებას თვითმმართველობის დონეზე იქნება ეს თუ ცენტრალურ დონეზე სამინისტროები იქნება, ეს აგენტოები იქნებიან თუ სხვა, მიმართოთ და გამოითხოვოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია, ხო? და ესეთი რაღაცაც ყოფილა ხოლმე, რომ მაგალითად იგივე სხვადასხვა უწყებებიდან გამომითხოვია რაღაცა ინფორმაცია და ხშირად და სტაბილურად მიმართიან ხერხისთვის და მე უკვე რაღაც დაუწყიათ ამ მონაცემების შეგროვება, იმიტომ რომ ახლა ვისაც წარმოგვიდგინა ის აპარატის დამონაცემების შეგროვებაზე და ხშირად როცა მიმართავ, უკვე ისინიც ამ სქემას აწყობენ, რომ ეს ინფორმაცია მუდმივად გქონდეთ ეს მონაცემები, რომ გაუვადვიდეთ მე შენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება და არ მივიდეს სასამართლომდე ეს საქმე. და ამიტომაც ხო, აი ეს მარტივი რაღაცა სასწორებს. შეიძლება თქვენ კიდევ ერთხელ ვერც გააცნობიეროთ, რომ ეს ვერ გაზომოთ, რომ რა ცვლილება განახორციელეთ, მაგრამ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაც შეეხება ხელშესახების ცვლილებებს, ბევრი შეიძლება რომ გავიხსენოთ, უამრავი ყოფილა საკანონმდებლო დონეზე ცვლილებებიც ყოფილა. აი ბოლოს გავიხსენებდი მაგალითად ესეთი პროგრამა არსებობდა, საკურორტო პროგრამა, არსებობდა კი არა და არსებობს ეს პროგრამა. რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს კონვენციას მიუერთდით, აი სუბთა რო შევაფასოთ, ხო, ეს პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები, რომელიც სახელმწიფო შემოგვირების მიმართ ახორციელებს, აი სამედიცინო მიდგომას ხსნებოდა. ანუ ეს რას გულისხმობდა ეს საკურორტო პროგრამა. შიშომ პირებს წელიწადში ორჯერ აძლევდა საშუალებას კონკრეტული კატეგორია იყო იქ შერჩეული, ასაკობრივი ჯგუფი იყო შერჩეული და შიშომოს სტატუსი ზუსტად ნაცვლად უკეთად გამოხატულზე იყო მარტო მეგონი. და მათ აძლევდა საშუალებას, რომ წელიწადში ორჯერ ზამთრის და ზაფხულის რაღაც კურორტებზე დაესვენათ. ოღონდაც სად უნდა დაესვენათ კონკრეტულად რა ადგილას, მე რომელ სასტუმროში ვისთან ერთად? ხო, და ვისთან ერთად და როდის დაეშენათ, ამ ყველაფერს განსაზღვრავდა ეს პროგრამა, წარმოიდგინეთ, ხო.
ამ დროს ხო ეს თანხას ხარჯავს, ხო სახელმწიფო ჩვენ თანხას ხარჯავს ეს აქტივისტის ეს არის, რომ ამას აცნობიერებს, რომ ეს შენ მიერ გადახდილი თანხიდან ხო ფინანსდება და ის მარტო ხელისუფალი მარტო ამ თანხას განკარგავს და მისი მოვალეობა რომ რაც შეიძლება მეტად ეფექტურად განკარგოს, ეფექტიანად განკარგოს ეს შეგროვებული თანხა, ხო, აკრებილი თანხა. ჩვენ აგერ გვერდზე გვყავს კონვენცია, აქ გვაქვს ეს რაღაც რესურსი, რომელსაც სახელმწიფო ფინანსურ რესურსს ხარჯავს, ხო, და აღმოჩნდა, რომ ესეთი ძველი მიდგომით იხარჯება ეს თანხა და ამაზე მარი კორკოტაძე მატეხა ერთი ამბავი, ნუ იქ რაღაც ვიდეოებიც გადაიღო, რაღაცა ხმაური ატეხა რა, რაღაცა იმაზე კვლევების ჩატარებაზე და რაღაცაზე კი იყო. ეს ხო ზუსტადაც ერთი ადამიანის, ერთი აქტივისტის მიერ ატეხილი ეს რომელმაც მე ნუ ეს მშობლებს გაუერთიანდნენ ამ პროტესტში და ჩვენ წარმოვიდგინეთ მერიამ შეცვალა ეს პროგრამა. დღეს ახლა არსებობს ალტერნატიული შესაძლებლობა, ანუ მოქმედებს როგორც ის წესი, რომელიც იყო. ასევე პარალელურად არის მეორე წესი, ანუ თქვენ თუ გინდათ რომ ცალკე აიღოთ ვაუჩერი და თქვენ თვითონ არჩიოთ, ვისთან ერთად დაისვენოთ, სად, რომელ კურორტზე და როდის დაისვენოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ. ვადები მაინც არის განსაზღვრული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არჩევნის საშუალებას იძლევა და ეს არის ძალიან კარგი ცვლილება, მე ასე მგონია, რომ ამის შესაძლებლობა გაჩნდა და ალბათ კარგი იქნება, რომ იგივე წესი გავრცელდეს მაგალითად იგივე დამხმარე საშუალებების შეძენის, ხო, სახელმწიფო რაღაც საბაზისო თანხას ხარჯავს, შეიძლება ის ვაუჩერას სახით იყოს და ესეც არის ვათა-შვილის კონვენციაში პირდაპირ არის 24-ში მითებული, რომ შუმპირს აქვს უმაქონდეს უფლება, რომ თვითონ შეარჩიოს მოდელი, მაგალითად რა იტლი იქნება ეს თუ სხვა დამხმარე საშუალება, თეთრი ხელჯოხი იქნება თუ ნებისმიერი დამხმარე საშუალება, რომელსაც სახელმწიფო ბაზისურად გადასცემს შუმპირს, ხო? ეს მაქსიმალურად ამაში მონაწილეობდა შესაძლებელი პირი და თვითონ არჩევდეს ამას. რომელი მოდელი ურჩევნია და რა სახის დამხმარე საშუალება ურჩევნია. ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება ასევე ამ შეძენის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად ისევე თლზე რო ავიღოთ, ხო, შეიძლება რომ ახლა ყველა ადამიანს ხო ერთნაირად აჭირდება, ჩემზე კარგად ეს შენიც მეგო. ზოგი უფრო აქტიურია, აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ხო, ავტომანქანით გადაადგილდება, თვითონ მართავს ავტომანქანას და ამ შემთხვევაში სხვა ტიპის ეტლი შეიძლება ჭირდებოდეს, ან მაგალითად სპორტს მისდევს, სპორტულ აქტივობებში არის ჩართული და მას შეიძლება სხვა ეტლი ჭირდება და ასე შემდეგ. სხვადასხვა ის არის. შეიძლება ერთი კი არა, ორი ეტლი დაჭირდეს სიტუაციაზე, ხო, ორი სხვადასხვა ეტლი, ხო. და ამ დროს სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მაგალითად, რომ ხო შეიძლება რომ ამ ადამიანს დასაქმებულია სწორედ მაგით, რომ მას კარგად აქვს პროგრამაც, ეტლიც, ხო და ამით ახერხებს აქტიურ ცხოვრებას და იმას, რომ იყოს დასაქმებული და კონდეს შემოსავალი და იყოს გადამხდები, არათუ სახელმწიფოზე ჩამოკიდებული, ხო, მთლიანად. და ამ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო გადაუდგეს გარანტად გრძელვადიანი სესხი აიღოს მაგალითად. ესეთი მოდელები არსებობს, ხო, სხვადასხვა ქვეყანაში, რომ სახელმწიფო ამის საშუალებას აძლევს. ნუ ისე რომ ძალიან ესეთი არ დააწება მის ყოველთვიურ ხარჯს, ესე ნელინა გაიცნობს შეიძლება. ხო, ჩვენთან მაგალითად ეს შეიძლება ძალიან კარგადაც იმუშაოს ამან. და მარტო მაგ მიმართულებით შეიძლება ის უშუალოდ დასაქმების მიმართულებაზეც გამოდგეს ეს და უამრავ სხვა შემთხვევაში. ჩვენთან სამწუხაროდ ის დატოვებულია ძველი, ახლა რომ ნახოთ კონვენცია რომ მიიღეთ, კონვენციამდე პროგრამები და კონვენციის მერე რა დაემართათ ამ პროგრამებს, ხო, აი რომ შეფასდა ის, რომ რა მიდგომებს კი არ დაყრდნობით არის ეს პროგრამები შექმნილი მაგალითად და როგორ ხორციელდება და რა ცვლილებები განიცადეს, ხო, ამ პროგრამებას. აი სამწუხაროდ ეს ცვლილებები არ არის და პირდაპირ მაგაზე ვართ დამოკიდებული. ამ პროგრამებმა უნდა შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. ეს არის სპეციალური პროგრამები, აი დამხმარე საშუალება მაგალითად ეგ არის სპეციალური პროგრამები შუმპირებისთვის
და ის თემა, რომელზეც უნდა შენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე, ეს არის mainstream სახელმწიფო პროგრამებში, რომ იყოს გათვალისწინებული შიშოუმ პირთა სრულფასოვანი მონაწილეობა. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად სახელმწიფო ამ ბოლო წლებში უამრავი თანხები დახარჯა აგრარულ სექტორში და ჩვენ ვიცით, რომ აგრარულ სექტორში ასევე არიან დასაქმებული სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული მქონე პირები. და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაც ფიზიკური შეზღუდვა და ის თვითონ არ სარხმარობდეს სიტყვაზე, მაგრამ შეიძლება სმენის სირთულე ჰქონდეს უბრალოდ და სხვაზე უკეთესად შეეძლოს ვთქვათ აი ამ სექტორში მუშაობა. ფიზიკურ შრომას გულისხმობ, თორე აგრარულ სექტორში შეიძლება იყოს დასაქმებული და იყო მენეჯერი მაგალითად და რაღაცას მართავდეს, სულ არ ჭირდებოდეს იმას ფიზიკური შრომის გამოყენება. და აი როცა ეს თანხები იყო ათვისებული იქ ტრენინგებზე, ხო, მე მოვიკითხე და არ იყო იქ შექმნილი ის პირობები, რომ ეს ტრენინგები თუ როგორ მოეღო თქვათ ეს დაფინანსება როგორ მოეხმაროთ გამოეყენებინათ პირობები არ იყო შექმნილი, რომ ნებისმიერი კატეგორიის შუმპის მიეღო ამ ტრენინგებში მონაწილეობა. აი თუნდაც ახლა ჩვენ იქონა რომ ვითარგმნეს ხო ტრენინგზე აუცილებელი იქნებოდა რომ თარჯიმანი იყო და ეთარგმნა ხო დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება იგი არ დამდგარიყო მაგრამ რამოდენიმე სმენის სირთულეს მქონე ადამიანი დაესწრებოდა და მიიღებდა ამ ცოდნას. კი ბატონო. ბატონო კობა, არ შეგვიძლია ასე თქვა არ შევეხოთ COVID პანდემიის თემას, იმიტომ რომ ამ ასე თქვა COVID-მა ყველას მძიმე პერიოდი მოუტანა, მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო. აი ამ პერიოდიდან რას გაიხსენებდით, ანუ აქტივისტური, ასე თქვა, თვალსაზრისით, იყო თუ არა აქტივისტების მხრიდან რაიმე ინიციატივა და გამოიღო თუ არა ამ ინიციატივამ შედეგი? ხო, ეს სხვათა შორის ეს კრიზისები რა, ესე ვთქვათ, უფრო კარგად აი მეორე დამატებით ფენად რაღაცნაირად წარმოაჩენს ხოლმე ის თუ რა მდგომარეობაში არის და როგორ უყურებს აი ამ ჯგუფს, როგორ იქცევა სახელმწიფო და ძალიან ადვილად გამოაჩენს ხოლმე იმ ხარვეზებს, სისტემურ ხარვეზებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში. და აი ამ COVID-მა ზუსტად ეგ დაგვანახა, დაწყებული პრევენციიდან, ანუ ვაქცინაციის პროცედურები იქნებოდა ეს თუ მე მაგალითად გახსოვთ რომ სტაციონარები გადაიტვირთა და სტაციონარებში მიკითხება იყო ხო და ამ სტაციონარში სხვადასხვა კატეგორიის შეზღუდული პირების მოხვედრა, მათი მომსახურება არ ქონდათ ხო მათ ეს გამოცდილება ზოგიერთის რეანიმატოლოგებს მაგალითად ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებთან ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება არ იყო მოცოს ტელევიზიაში კიდევაც იყო გადაცემები სადაც აუდნენ რომ ესეთი საჭიროების მქონე პირი იყო მისული და ეგთანს გადასდო COVID-ი ხო აწევა იყო და ხო რა თქმა უნდა, უბრალოდ ეს ამ პირის ბრალი კი არ იყო, ეს იყო იმის ბრალი, რომ არ იყო დამუშავებული ის გაიდლაინებით, როგორ უნდა გაწეულიყო მომსახურება შესაბამის საჭიროების მქონე პირისთვის. ხო, ეს ბევრი რაღაცა ესეთი წარმოჩნდა სამწუხაროდ. ასევე სერიოზული პრობლემები და ხარვეზები წამოვიდა მაგალითად კომპენსირების, ანუ ეს ფინანსური მხარდაჭერის კუთხით, ხო, დახმარებები როცა გაიცემოდა, რომ მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შუმპირებისთვის იყო ეს თანხები გაცემული და ჩვენ ამ დროს ვიცით, რომ შეფასების სისტემა არ გვივარგა და ის არ პასუხობს საჭიროებებს, რომ ეს შეფასების სისტემა ძირითადად სამედიცინო დიაგნოზზე არის დაფუძნებული და არა ამ საჭიროებებზე. და იგივე ისევ ამერს ლაპარაკობ, მაგრამ სმენის სირთულეს მქონე ადამიანები, რომელსაც სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ ზუსტად კომუნიკაციის თვალსაზრისით, ისეც იზოლაციის ხარისხი აქვს ამ პერიოდში მათ ჰქონდათ უფრო მეტი დანახარჯები, ესე ვთქვათ, იმისათვის, რომ იგივე დელივერი სერვისი ხო
ჩვენ ალბათ ბევრმა ვისარგებლეთ ამით, ვთქვათ. პანდემიის დროს ისე ადამიანები, ვინც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ვთქვათ, როგორ წარმოვიდგენიათ ახლა სმენის სირთულეს მქონე ადამიანი თვითიზოლაციაში, ხო, იმას უჭირდება კომუნიკაცია. მინიმუმ კომუნიკაცია იმისთვის, რომ ვთქვათ, ან მედიკამენტი მიიღოს ბინაზე, ან რაღაც სხვა საჭიროება დაიკმაყოფილოს შემდეგ. ხო. და ზოგადად აქ პრობლემური იყო ის, რომ აი დღესაც ჩვენ არა გვაქვს მაგალითად საგანგებო ვითარებებში და ეს არის იგივე კონვენციის მე-11 მუხლით თუ არ მეშლება ეს თუ ვალდებულება რომ უნდა იყოს რაღაცა საბჭოსავით რა სადაც აი ხო ბევრი უწყება შედის არა სადაც იქნებიან ის ადამიანები ვინც თქვათ ეს კრიზისის დროს კონკრეტულად თქვათ ეს თავის ექსპერტიზას გაუზიარებენ იმისათვის რაღაც სამოქმედო სხვადასხვა მიმართულებით სამოქმედო გეგმა გაკეთდეს, მომზადდეს, ხო? დაუყოვნებრივ რაღაც სწრაფი რეაგირების რაღაცა, რომ შიმპირები ძალიან ეს თუ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. გახსოვთ მე რომ იქ რეგულაციები იყო დაწესებული და ძალიან ბევრი ესეთი რეგულაცია უბრალოდ შეუსაბამო იყო შიშომპირთა საჭიროებისათვის, ხო? მათ შორის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე მშობლებისათვის, ბავშვებისათვის, მშობლებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, რომელსაც ჭირდებათ სივრცე, ხო, მეტი და დახურული სივრცე იზიანებდა რაღაც რთულცევების მცირებას ახდენს და შემდეგ. ეხლაც არ არის გვიან, ალბათ მშობლებისთვისაც და სხვა აქტივისტებმაც უნდა იფიქრონ იმაზე, რომ აი ესეთი რაღაცა სახელმწიფოს თქმა რომ ესეთი რაღაც დოკუმენტი შეიქმნას რომ ესეთი დროს წყალდიდობის დროს რაღაცა მიწისძვრის დროს პანდემიის დროს თქვათ რა ხდება ხო აი შუმპირების როცა რაღაც გეგმებს ვაკეთებს ამზადებს ხო სახელმწიფო რომ ვისთან გაიაროს რა ფორმით გაიაროს და რა მექანიზმებით გაიაროს კონსულტაციები რომ აი მეინსტრიმ აი გეგმებში შუმპირთა საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს რომ ისინი მიღმა არ დაჩნდნენ. კი ბატონო მადლობა და ბატონო ისევ გამოწვევები აი რა გარემოში ხდება შიშიმო უფლებების აქტივისტებს საქმიანობა აი რა გამოწვევები და შესაძლებლობები გაგაჩნიათ ამ კონტექსტში. შესაძლებლობებიდან დავიწყოთ. შესაძლებლობები ბევრი არის, იქიდან გამომდინარე რომ გასაკეთებელი არის ძალიან ბევრი. ყველა კონვენცია არის და ასამართი ასე ვთქვათ ის მექანიზმები რამაც უნდა აღმოქმედოს ეს კონვენცია, თუმცა ეს მიდგომა როცა იძახიან ვთქვათ რომ იცი რა არის ეს ფარატინა ქაღალდი არის და ხო კი ბატონო ხო თუ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიაქტიურეთ კოლექტიურ დონეზე ძალიან რთული იქნება არც კონვენცია გიშველის და არაფერი არ გიშველის ხო მაგრამ კონვენციის სახით შიშომპირებმა მაინც მოიპოვეს საკმაოდ ახლა მილიტარისტული ტერმინი უნდა გამოვიყენო ეს იარაღის გამოყენება ხო უფრო მექანიზმი ხო რაღაც მნიშვნელოვანი მექანიზმი არის რეალური მექანიზმი არის რომელიც არსად არ მიდის და რაც არ უნდა მავანი ვთქვათ ის პასუხისგებელი პირი ეცადოს რაღაც თავი დაიძვრინოს პასუხისგებლობიდან თუ რაღაც სხვანაირად წარმოაჩინოს მდგომარეობა ეს შეუძლებელი არის იმიტომ რომ ძალიან ეფექტური დოკუმენტი არის მას გააჩნია კონკრეტული ინდიკატორები შეფასების ჩვენ შეგვიძლია ადგილზე შევაფასოთ ეს და ვიცოდეთ სად ვიყოფებით რა ადგილას ვიყოფებით როგორ მიდის განვითარება გვაქვს პროგრესის სახეზე თუ გვაქვს სერიოზული სტაგნაცია რაც ასევე რეგრესს ნიშნავს თუ გვაქვს რაღაცა დინამიკაში ასახული რაღაცა პროგრესი, ხო? ეს ძალიან მარტივი არის, რომ გაკეთდეს, ესე რომ როგორმე ეს ხელსაწყო უნდა გავიყენოთ და უნდა გავხდეთ მოქალაქეები პირველ რიგში და მე აქტივისტები ინდივიდუალურ დონეზე. ხო, გამოწვევებს რაც შეეხება, ეს არის გამოწვევები, რომ კოლექტიურ დონეზე მე ჩემთვის ჩემ გამოცდილებიდან გეტყვით, რომ რთული არის ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად
არაშიშიმო პირების შემთხვევაშიც არის პრობლემური ხო თანამოაზრეთა ჯგუფების ნახო მოძებნა რაღაც სტრატეგიების შერჩევა ანუ მე კოლექტიურ დონეზე აქტივობების განხორციელებას ხო და მით უმეტეს შეგვიძლია აქტივისტებისათვის ამას ეს თლაც სუბიექტური არ არის იმიტომ რომ კონვენციაში მეშვიდე კომენტარში ეს ძალიან კარგად არის ახსნილი და არის აი ნაწილშიც არის შეფასებები და მოწოდებები როგორც სახელმწიფოს მიმართ ისე პარტნიორი ორგანიზაციების საგრძნო მუშაობი ორგანიზაციების მიმართ რომ უფრო მეტად შეუწყონ ხელი შუმპირთა ჩართულობას სხვა პროცესებში ხო განსაკუთრებით იმ პროცესებში რაც შუმპირებს ეხება თუმცა ეგეც საკითხიურად არ არსებობს რაც ჩვენ შეიძლება არ გვეხებოდეს ხო ამაზე სლოგანით შეიცვალა ადრე თუ ქონდა რომ არაფერი ჩვენზე ჩვენ გარეშე ახლა არაფერი ჩვენ არის დაბკოლებები აი ეს ჩვეულებრივად ის დაბკოლებები რაც ზოგადად შუმპირებს წინ ხდებათ ხო ეს არის ინფრასტრუქტურული დაბკოლებები საკომუნიკაციო დაბკოლება ახლა ლიკუნა რამდენს ეყოფა ხო თუ ეს ლიკუნას გამოცდილება უნდა კონდეს ძალიან ბევრ თარჯიმას და ეს თარჯიმნები უნდა მუშაობდნენ ყველა მიმართულებით მათ შორის აი აქტივიზმის სფეროში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს დონორი ორგანიზაციებიც ამას ყურადღებას უნდა აქცევდნენ და სახელმწიფოც უნდა უზრუნველყოფდეს იგივე მორბენალ ტექსტებს ხო ეს სხვადასხვა ალტერნატიული გზებით იღებს ადამიანი როგორც ინფორმაციას ცვლის არა მხოლოდ იღებს არამედ ცვლის ინფორმაციას თუმცა ყველა ეს საშუალება უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ეს დაბკოლებები არის ხო ეს რაც რა საჭიროების გააჩნიათ ხოლმე მაგალითად ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანებს რომ მარტივი ტექსტით რაღაცები იყოს გადაცემული ხო რაც მათ აქტივიზმში ხელს შეუწყობს ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფი შუმპირებს შორის უცნაურთა ჯგუფები მაგალითად ხედლობის სირთულეს მქონე ადამიანები და უამრავი ჯგუფებია რომელსაც გააჩნიათ რაღაც საჭიროებები და აუცილებელია რომ ეს მისასტომობის საკითხები იყოს მოგვარებული ამასთან ერთად ის დამოკიდებულება რაც არსებობს ხო საზოგადოებაში შუმპირთან მიმართ მედიასთან მუშაობის საკითხები იგივე სოციალური მედიას გვაძლევს ჩვენ რაღაც შესაძლებლობებს მაგრამ გვაქვს ასევე სერიოზული საჭიროებები ვებ მისაწვდომობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისები სადაც ჩვენ მუშაობთ მე და შენ როგორ გამოვარჩა რომ ვყვებოდი რომ საჯარო რეჟიმში ვარ აქტიურად გამუშავ ხო მნიშვნელოვანია ძალიან რომ სახელმწიფო სერვისებმაც პასუხობდნენ ამ გამოწვევებს და პასუხობდნენ ეფექტურად და დროულად იმიტომ რომ დროში გაცილი რაღაცა მიწოდებული რაღაც სერვისი იქნება ეს თუ ინფორმაცია დაკარგული არის ხშირად და ძალიან თაობა იკარგება ხო ადამიანების იგივე განათლების მისასტომობის უზრუნველყოფის გარეშე და ხო ეს გამოწვევები აქვს ზოგადად და ის რომ აი მეინსტრიმში არ არის ახლა მე ერთი რაღაც მახსენდება ეს აუცილებლად უნდა თქვა სახომ ერთად ვიყავით მეგონი მე და შენ სახლ-დამცველის მონიტორინგის საბჭოში სადაც ანგარიში ვნახეთ ჩვენ აუდის სამსახურს ეწერა რომ შიშუმპირების საბჭოს რაღაც ყოფნენო ხო შუმპირიო თუ რაღაც ის მოაწყვეს რაღაცა პრეზენტაცია იყო რაღაც რა მოკლედ ივენთი მოაწყვეს და შიშუმპირებიც გათვალისწინებული იყო და ანუ მეტი ხარჯიო გაწიესო და ამ დროს შიშუმპირი არ ესწრებოდა ერთის დასწრებოდა ხო ეს აი თუ სპეციალურად შიშუმპირის იქნებოდა იქ შეგიძლია ხარჯი გაგეწია თუ ახლა მეინსტრიმში გაითვალისწინა ხო ხო ეს საკითხებიც მათ შორის აუდიტის სამსახურთანაც სამუშაო არის მოკლედ ძალიან ბევრი საქმეა ეს მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის არა დაბკოლებები არამედ ძალიან დიდი შესაძლებლობები აქტივიზმისთვის დაბკოლებებზე უკვე ვილაპარაკეთ შეიძლება სულად ვერ ამოვწურებ ანუ გვაქვს უნდა დაბკოლებები
კი ბატონო და ბოლოს ბატონო კობა ჩვენ გვისმენს შიშიმო ბავშვთა მშობლები და მათ რას ურჩევდით რა რეკომენდაციას გასცემდით მათ მიმართ აქტივიზმის კუთხით კოლკოტა მარი კორკოტაძის საკურორტო პროგრამაზე მოვყევი ნუ მეორე кейს მინდოდა რომ მომეყოლა თქვენ ეს გახლავთ მშობლებზე გამახსენდე ეს უცბად ეს გახლავთ პარკინგის წესში ცვლილებასთან დაკავშირებით რომელიც ნუ მათ შორის მეც მიკავშირდება ამიტომ მოყვები ძალიან ამ ისტორიას ანუ ანას შენიცნო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხო მათთან ერთად არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად გამოსული ვიყავით ქალაქში რაღაც საკითხი უნდა გაგვეხილა და კაფეში დავსხედით ასე ვთქვათ და მანქანაში დავტოვე ანას მანქანაში დავტოვე ლეპტოპი საბუთები ყველაფერი და ანუ შუმპირის პარკინგზე დავაყენე მაგრამ ის არ ქონდა საცნობი ნიშანი არ ქონდა და ჩემი შუმპირის მოწობა დავდე საქარემინაზე ხო და რო გამოვიდი არც მანქანა დამხდა არც ნუ ადრეც ქონდა ის პრობლემა შემჩნეული რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი ზარალდებოდა და აი განსაკუთრებით შეზღუდვის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდათ სერიოზული პრობლემები ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ აი იმ დღესვე გადავწყვიტეთ რომ დაგვეწყო ამ საკითხის სამართლებრივი ადვოკატირება მომამზადეს ადვოკატებმა ანამ და ნანა გოჩეშვილმა ეს სარჩელი მიმართეთ და რამოდენიმე წელი ვიბრძოდით სასამართლოში და საბოლოოდ სახო დამცველმაც მიიღო მონაწილეობა ამიკუსით დაგვიჭირა მხარი ნუ ეს ამიკუსი ანიშნავს ხარდაჭერას მაგრამ ნუ კოლევა ჩატარდა თუ რომელ ქვეყნებში როგორ ხდება ამ უფლების განხორციელება იმისათვის რომ შიშომპირმა თანაბრად ისარგებლოს პარკინგის წესით ეს პარკინგის ადგილები უნდა იყოს ახლოს მომსახურების ცენტრებთან შესრულებთან განთავსებული და ნუ იქ უამრავი სხვა წესები არის ხო იცი შენი კარტი და შემდეგ რეგულირების წესები ჯარიმები რომ ის დაცული იყოს ის ადგილი და შემდეგ და საინტერესო იყო ის რომ მე გამოვითხოვები ინფორმაცია მაინტერესებდა რა ეფექტი ექნებოდა ორი თვის მერე ანუ სასამართლო გადაწყვეტილების რაც მერიას დაევალა რომ მოქმედა ეს ახალი წესი და ეს უკვე აღარ იყო მიმული იმაზე რომ საკუთრებაში უნდა ქონოდა აუცილებლად მანქანა რაც ავტომატურად უზღუდავდა შიშიმო ბავშვს უფლებას ხო ბავშვი ხო იქნებოდა ავტომანქანის მესაკუთრე ორი თვის მერე მიმართე საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე და 400-ზე მეტი შიშიმო მშობელს ჰქონდა მიმართული და ეს სტიკერები საცნობი ნიშნები ჰქონდათ აღებული ხო და ხო არ უნდა დაეზაროთ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და არც აქტიურობა არც ცალკე და არც კოლექტიურად და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ და ყოველთვის არის მიღწეული აი ნებისმიერი ხმის ამოღება ჩემი აზრით ეს ამის ხრად წამს რომ ის მნიშვნელოვანი ნებისმიერი თქვენთაგანის ხმა არის მნიშვნელოვანი იმისათვის რომ რაღაც ცვლილება კი ბატონო კობა უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ დღეს ჩვენთან ერთად იყავით მადლობა ამ საინტერესო ძალიან საინტერესო მე ვიტყოდი 1 საათისთვის მადლობა ჩვენს მსმენელებს და მადლობა დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და იმისთვის რომ ამ თემებზე საუბრობ შენთვის კი ეს იგივე აქტივიზმის ნაწილი არის მაგრამ იმ ადამიანებისთვის რომ რაღაც სოლიდარობა არის ეს უფრო და სამუშაო არის მათ დიდი მადლობა მათ შორის მასაც დიდი მადლობა რა თქმა უნდა მადლობა ძალიან დიდი შეხვდებით მომავალ Facebook Live-ზე. კაი კვირა და კაი შაბათი თქვენ. თქვენც ასევე. წარმატებები.